პაციენტები ხშირად მეკითხებიან ციკლის რომელ დღეს ჯობია გაიკეთონ გინეკოლოგიური ეხოსკოპია. თუ გსურთ ზოგადი გინეკოლოგიური კვლევის ჩატარება, მაშინ შეგიძლიათ გაიკეთოთ ნებისმიერ დღეს გარდა მენსტრუაციისა. არა იმიტომ, რომ არ შეიძლება, უბრალოდ ეს დაკავშირებული არის პაციენტის პირად დისკომფორტთან. ზოგჯერ ხდება, რომ ციკლის პერიოდში ვაკეთებთ რამდენჯერმე ეხოსკოპიას, მაგალითად პირველ ფაზაში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ საკვერცხლების მდგომარეობა და თხელი ენდომეტრიუმი ან უღრუ, ციკლის შუა პერიოდში, როდესაც ვხედავთ არის თუ არა დომინანტური ფოლიკული და ციკლის მეორე ფაზაში, როდესაც უკვე შეგვიძლია შევაფასოთ იყო თუ არა ოვულაცია. რა თქმა უნდა, ამდენი კვლევა ერთი ციკლის პერიოდში ახასიათებს იმ ქალბატონებს, ვისაც სურთ დაორსულება. თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები გვაწევს შესანიშნავ შესაძლებლობას დავათვალიეროთ თქვენი ორგანოები ციკლის ნებისმიერ ფაზაში და არსებობს ნორმის კრიტერიუმები, რასთანაც უნდა შეფასდეს თქვენი მონაცემები და გამოვლინდეს შესაძლო გადახრები. თუ თქვენი გინეკოლოგი ეჭვობს კონკრეტულ პათოლოგიას, რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ მისი რჩევები და გაიკეთოთ ეხოსკოპია კონკრეტულ რეკომენდირებულ დღეს.